აი ზედაპირული და გაუწაფავი გონება ადვილად იჯერებს იმას, რაც მისი აზრით სტაბილურ მდგომარეობას უნარჩუნებს. ოღონდ სტაბილურობა ისეთი უნდა, თებეს მეფე ოიდიპოს რო ქონდა. გამარჯვებული მეფე იყო, ხალხს ეზრუნავდა და ღმერთისგან სიკეთის გარდა არაფერს არ ელოდა. მაგრამ აი თებეში გაჩნდა ეპიდემია და მეფემ დაიწყო კვლევა, რატომ ისჯება ეს ხალხი, რატომ ისჯება თებე. და გაუჩნდა ეჭვი, გაყვა ამ ეჭვს ბოლომდე. ეხლა მე არ მინდა რომ გიამბოთ თავიდან ბოლომდე ოიდიპოსის შესახებ სოფოკლეს ტრაგედიის შინაარსი, მაგრამ იმას გიგეტყვით, რომ ამ ეჭვის კვლევის კვალდაკვალ საშინელ სიმართლემდე მიდიოდა ოიდიპოსი ნაბიჯ, მაგრამ ერთი წამით უკან არ დაუხევია და ბოლოს გამოიკვლია და აღმოაჩინა, რომ თურმე მასშია პრობლემა, მის გამო ისჯება მისი ხალხი, რომ თურმე ის არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი მამა მოკლა და საკუთარი დედა ცოლად შეირთო. ესე იგი, როდესაც ამ სიმართლემდე მივიდა, შემდეგ საკუთარ თავს ძალიან მძიმე განაჩენი თვითონ გამოუტანა, ორივე თვალი დაითხარა და მართლა ისე გამოვიდა, რომ დამნაშავეც თვითონ იყო, სხვერპლიც თვითონ იყო, ჯალათიც თვითონ იყო, მსაჯულიც თვითონ იყო. შემდეგ კიდე ბევრი ცუდი რამ მოყვა ამ ამბავს თებესთვის და ამიტომ მინდა ვთქვა, რომ როდესაც ადამიანებს გონიათ, რომ სტაბილურობას ინარჩუნებენ სიმართლეზე თვალის დახუჭვით, ეს სტაბილურობა ისეთივე სტაბილურობაა, როგორიც აყვავებულ თებეს ჰქონდა და რომელიც ძალიან მალე დაინგრა და რა ვიცი, ნაცარტუტად იქცა. ამიტომ, როდესაც სტაბილურობა სიმართლე ემუქრება და უპირისპირდება, ზოგი თვალის დახუჭვას ირჩევს და ზოგი აგერ თვალის დათხრას ირჩევს, იმიტომ რომ სიმართლეს აქამდე მიყავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ის ვითომ სტაბილურობაც სინამდვილეში არაფერი კარგისკენ არ მიდის და მაინც მთელი მსოფლიოს კაცობრიობის გამოცდილება ამას გვეუბნება, რომ ბოლოს სიმართლე ჯობია ტყუილს.